ამ კითხვაზე პასუხი მოსაძებნი არის კალენდარში. და სამწუხაროდ ოპოზიციას ბევრი რამე აქვს არეული, მათ შორის კალენდარიც აქვს არეული. და ყველას კარგად ახსოვს, ეს იყო ნათქვამი შარშან 2022 წლის ივლისში, ეხებოდა 2022 წლის დეკემბერს, ახლა გვაქვს 2023 წელი. მოდი კალენდარში უნდა ჩაიხედონ და შარშან თოვს მოეძებენ წლევანდელ დეკემბერში. ასე რომ ეს არის პასუხი ამასთან დაკავშირებით და საერთოდ ესაჩვენებს კიდევ ერთხელ რამდენად უსუსური არის ჩვენი ოპოზიცია. მათ ჰქონდათ შანსი და ქართულმა ოცნებამ მათ შორის პატარა პარტიებს მისცა შანსი 1%-იანი ბარიერით მოხვედრილ იყვნენ პარლამენტში და ან გაძლიერებულიყვნენ და ეჩვენებინათ ამომრჩევლისთვის საკუთარი ინდივიდუალური დღის წესრიგი და ამით გაეზარდათ მხარდაჭერა, ან გამსხვილებულიყვნენ და ეძებათ პარტნიორები სხვა პარტიებში გაერთიანებულიყვნენ და ამისთვის და აქედან გამომდინარე გასულიყვნენ შემდეგ 5%-იანი ბარიერით, რომელიც უკვე წლებია კონსტიტუციაში წერია. სამწუხაროდ ნაცვლად იმისა, რომ გამოიყენებინათ ეს შესაძლებლობა, დღეს ფაქტობრივად გადასული არიან თხოვნაზე, რომ იქნებ რამენაირად დაუწიონ მათ ბარიერი, რომ კიდევ ერთხელ წახალისდეს მათი საქციელება. კიდევ ერთხელ მოკლედ არანაირი შინაარსი ამ მოთხოვნას არ აქვს. 24 წლის არჩევნები ოქტომბერში ჩანიშნულია, ყველამ კარგად იცის დიდი ხანია, რომ 5%-იანი არის ბარიერი, მოემზადონ ამ არჩევნებისთვის და თან ესიც განგვიმარტო, რომ როგორ არის, როგორ ეთანხმება ერთმანეთს ერთის მხრივ ამბობენ, რომ ისინი იგებენ მოდიან ხელისუფლებაში და მეორე მხრივ რითი იგებენ 3%-ით აპირებენ ქვეყნის მართვას? საიდან გამოდის? საიდან გამოდის? არ საიდან არ გამოდის? არ საიდან არ გამომდინარეობს, ეს დამოკიდებულია პარტიების აქტიურობაზე, დამოკიდებულია იმაზე, რომ მოიპოვონ ხალხის მხარდაჭერა, თორე ქართული ოცნებისთვის არც ერთი ბარიერი პრობლემა არ არის. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს 1%-იან ბარიერით ქართულმა ოცნებამ მოიპოვა უმრავლესობა და სხვათა შორის მაშინ რომ ყოფილიყო სულად პროპორციული არჩევნები, მაინც უმრავლესობას მოიპოვებდა ქართული ოცნება იმ 1%-იანი ბარიერით. პრობლემა არის ოპოზიციაში, რომ მათ სინამდვილეში არ სურთ, რომ ხალხს დაანახონ საქმე, მათ სურთ, რომ იყვნენ პარლამენტის წევრები, ქონდეთ რაღაც კაბინეტები და ასე შემდეგ. ატყობენ ხოლმე, რომ არ არიან ასე ვთქვათ იმ პირობებში, რომ მიიღონ მხარდაჭერა და ცდილობენ რაღაცნაირად დააწევინონ ბარიერს. მოკლედ არასერიოზული არის და მე რაღაც არ მინდა დამაკნინებელი ტერმინები რამე გამოვიყენო, მაგრამ ოდესაც პარტია ერთის მხრივ ამბობს, რომ ქართული ხალხის სახელით საუბრობს ამ პარტიები, ეს პრეტენზიები აქვს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ თურმე 3%-ის იმედად არიან ეს პარტიები, უკვე აჩვენებს ამდენად არასერიოზულია მათ საკითხში. აი მიუყავი შარშან რომ გამართა საგანგებო ბრიფინგი და თქვა რომ დეკემბერში თუ მოგცემენ სტატუსს მაშინ ბარიერს დავწევო დეკემბერში არც კი უმსჯელია ევროკომისიას არაფერზე და გამომდინარე როცა იმსჯელა და როცა მიიღეს ეს გადაწყვეტილება წესით მაშინ უნდა ამოქმედეს თუ არა ბაბახიძის პირობა და ეს პირველი შემთხვევა არ არის ალეკოვილისაშვილი და ლევან იოსელიანი რომ შემოვიდნენ პარლამენტში მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ მემორანდუმიც კი გააფორმა და გექნებათ ეს მემორანდუმი ინფორმაცია ამის შესახებ 2%-იან ბარიერთან დაკავშირებით. ამის გარდა შენიც ამას გულისხმობდა და რატომ გახდა თქვენთვის ესეთი აქილევსის ქუსლი გადაუახავი პრობლემა რომ დაწიოთ ბარიერი 2%-ამდე და ხედავთ რომ რა ვიცი ვინ იყო პრობლემა არ აქვს ქართულ ოცნებას პრობლემა როდესაც მიშელის ხელშეკრულება თქვენ გაუკეთეთ ანულირება მაშინ ქართულმა ოცნებამ განაცხადა რომ მიუხედავად ამისა იმ რეფორმებს მიიყვანდა ბოლომდე და საკუთრივ ცვლილებები მაშინ მიიღეთ აი მაშინ პირველი მასალანი ხო ანუ ეხლა რა გადაწყვეტეთ რომ აღარ მიიყვანოთ ეს რეფორმები ბოლომდე ანუ მოგეთ კიდევ ერთხელ ყველას მოუწოდებ რომ გადაშალოს კალენდარი და ეს წელთაღრიცხვა რომელიც არსებობს უკვე ათასწლეულები ჩვენთან ამ წელთაღრიცხვის მიხედვით ჩახედოს კალენდარს და დაფიქრდეს რა განსხვავება 2022 წლის დეკემბერსა და 2023 წლის დეკემბერს შორის და ალბათ ამოიკითხავს პასუხს ამ მარტივ კითხვაზე რა შეეხება ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით იყო მარტივი
სიტყვა ნათქვამი, რომ იმ შემთხვევაში 2022 წლის დეკემბერში იქნებოდა პოზიტიური გადაწყვეტილება და ამას ხო თავის შინაარსი ჰქონდა, აქ ბარიერთან კი არ იყო საკითხი. საკითხი იყო იმაზე, რომ ეს საკითხი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება და კანდიდატის სტატუსი დაწევდა პოლარიზაციას და ამ დაწეული პოლარიზაციის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა კიდევ ამაზე ფიქრი. არათუ დაწია სინამდვილე საერთო ჯამში ჩვენ ნახეთ ერთი დამატებითი წელი ჯანჯღარის და მომავალი წელი ამოგველის ჯერ კიდევ შევხედოთ ოპოზიციას. მე მგონი არაფერი ეთყობა ოპოზიციას, რომ ისინი მზად არიან რადიკალური დღესასწაულიდან გადავიდნენ. 5% ეს არის ადეკვატური ასე ვთქვათ ბარიერი, რომელიც არსებობს ბევრ ქვეყანაში და რომელიც საქართველოში მათ შორის კონსტიტუციაში უკვე წლებია წერია, მოწონებული არის საერთაშორისო დონეზე, ვენეციის კომისიის დასკვაც არსებობს ამასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამიტომ ახლა მათხოვრობა იმაზე, რომ დაიწიოს ახლა ბარიერი, მე მგონი არის შეუსაბამო. კიდევ ერთხელ პარტიებს თუ აქვს პრეტენზია, რომ ხალხს წარმოადგენენ, ხალხს. ეს იყო ამ ტერმინებით საუბრობ, რომ ხალხს წარმოადგენენ, თლიან საქართველოს წარმოადგენენ, ხალხს რო წარმოადგენენ და უნდათ რომ ქვეყანა მართონ და იმის იმედიც არ აქვს, რომ რამდენიმე 1000 ხმას მიიღებენ. ამიტომ კიდევ ერთხელ პრობლემები ეძიონ საკუთარ თავში, წინ კიდევ არის ერთი წელი, არის დრო იმისთვის, რომ ნაცვლად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშ იყვნენ ყოველ ჯერზე ინდივიდუალობა გამოიჩინონ და ნაცვლად იმისა, რომ ასე ვთქვათ, გაემიჯნონ ერთმანეთს, გაერთიანონ. ერთ მაგალითს გეტყვით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ იცით, რომ დაუშვით პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობა. ამ პარლამენტში თავიდან არსებობდა 2 ფრაქცია და 5 პოლიტიკური ჯგუფი, დღეს ყავს 10 პოლიტიკური ჯგუფი. ნაცვლად იმისა, რომ ეფიქრათ წინ გაეხედათ და გამსხვილებული იყვნენ, გაძლიერებული იყვნენ, კიდევ უფრო მეტად დაიქსახსნენ, კიდევ უფრო მეტად გაიყვნენ და სხვა ჯგუფებში არიან. ამიტომ სტრუქტურული პრობლემა აქვს ოპოზიციას, რომელიც აქვს 2 გამომწვევი მიზეზი. ერთი, მათ არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, მეორე, მათ არ იციან, როგორ უნდა მოიპოვონ ხალხის მხარდაჭერა. ბატონიშავა, ევროკომისიის აპარატურიდან მინდა ვკითხოთ, ჩვენ ვიცით, რომ 9 დადგმა ევროკომისიის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მისამართებს. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მინდა ვკითხოთ, მოლაპარაკებების ნაწილზე თუ ოპოზიციის მხრიდან ნაბიჯი იქნება გადადგმული მოლაპარაკებებში ჩართვის მიმართულებით, ამ შემთხვევაში თქვენ რას მოიმოქმედებთ? ანუ შეიძლება თუ არა მაგალითად განსხვავდეთ ოპოზიციასთან ერთად და კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკებები გამართოთ. თავისთავად მოლაპარაკებები ამას ქვია მუშაობა პარლამენტში და ეს თავის თავში გულისხმობს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივ მუშაობას, ეს არის მთელი იდეა საპარლამენტო საქმიანობის. ჩვენ გვაქვს შემდეგი სიტუაცია, ეხლა მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პოზიტიური რეკომენდაცია, რომელიც მიიღო ევროკომისიამ, მიუყვანოს ბოლო შედეგამდე, რასაც ქვია გადაწყვეტილება უკვე კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით 15 დეკემბერს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა უნდა იყოს ახლა მოწადინებული, რომ ჩვენ იმ შედეგებით, რომლიცაც მივახციეთ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული რეკომენდაცია, ამ შედეგებით მივიდეთ 15 დეკემბრამდე და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს, საქართველოს ხელისუფლება ისევე წარმატებით განახორციელებს შემდეგ ნაბიჯებს, როგორც ეს აქამდე მოხდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ყველა იმ ეტაპს, რომელიც საჭიროა ჩვენი საბოლოო ბიზნესთვის, ევროკავშირში წევრობისთვის, გაივლის შესაბამისად. იგივე თემაზე ვკითხავთ რა. ბატონიშავა, იგივე თემაზე მინდა ჩავიდე. მათ შორის პარტიული რეიტინგებიც და საერთო რაოდენობა პარტიული რეიტინგების უნდა გიჩვენებინათ, საერთო ჩამიგდებოდა 102%-ის მაგივრად. შემდეგ უკვე დააკორექტირეს და 100% იყო საერთო ჯამი პარტიული რეიტინგების. აი როგორ შეაფასებთ და მიწენ მიწასს დააჭირა და საერთოდ 100% რატომ დააჭირეს და 100% რატომ საერთო ჯამში, როდესაც ასეთი უხეში გაყალბება ხდება კვლევების, მე მგონი ეს მინიმუმ არის ეთიკის და ღირსების საკითხი ნებისმიერი ორგანიზაციის, რომ თავი დაანებოს კვლევების ამ საკითხთან დაკავშირებით. Edison Research შეეხება ის განსაკუთრებით, თუმცა სხვა ორგანიზაციებიც გვინახავს ჩვენ, რომელიც აბსოლუტურად აცდენილი არის ხოლმე რეალობას. ეს არის ჩემი აზრით დასტური კორუფციისა კვლევითი ორგანიზაციებში და პოლიტიკური კორუფცია, რომელიც ჩანს იქ და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ოპოზიცია თავისი რაღაც კვლევითი ორგანიზაციები აქვს, რომელსაც მანიპულირებს შემდეგ ასე ვთქვათ საზოგადოებრივი განწყობების. სინამდვილეში ასეთი კვლევები
არის არა იმისთვის, რომ შეისწავლოს საზოგადოების განწყობა, არამედ არის ის, რომ გავლენა მოახდინოს საზოგადოების განწყობებზე. დავიმახსოვროთ, მოვინიშნოთ Edison Research-ში 100% გქონიათ 102%. გამოგვადგება 2024 წლის არჩევნებთან, როცა მიუახლოვდებით და მათი კვლევები გამოქვეყნება, გავიხსენოთ ხოლმე, რომ ეს ის ორგანიზაცია, რომელსაც 100 udris 100-ს. ბატონო შალვა, სერგეი ლავროვმა გააკეთა განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირი არ მალავს განრახვას, რომ გაგვეძეოს ცენტრალური აზიიდან, მაგრამ მათეს არ გამოგვას. სერგეი ლავროვმა ამის საპასუხოდ კახა კალაძემ თუნგულის წევრმა თქვა, რომ ყველაზე დიდი მტერი საქართველოს მის დღეს ყავს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია და ის უფრო დიდი მტერია, ვიდრე რუსეთია. მე მაქვს ასეთი კითხვა, თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ ეთანხმებით მას, ჩვენთვის ვინ უფრო დიდი მტერია, ოპოზიცია თუ ლავროვის განცხადება რუსეთი მტერია ხალხო. მან მას ნიშნავს, როდესაც გაიკვირვა ლიდერმა, რა იკვით რომ რუსეთი მტერი არის განხილვაზე. ვინ უფრო დიდი მტერია, ეს იყო ჩემი კითხვა. არ ვიცი მე თქვენ აწონვას როგორ ფიქრობთ, მაგრამ შინაური მტერი რო ყველაზე დიდი მტერია ხოლმე, მე მგონი ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს და ჩვენ გვყავს საფუძვლად საქართველოში როგორც პოლიტიკურ ისე სხვა სეგმენტებში ხალხი, რომლებიც არიან სულიერი შთამომავლები მათი, ვინც თავის დროზე ერეკლეს ზარბაზნების საკითხებზე, ასე ვთქვათ, ხმამაღლა ყვიროდა, რომ ერეკლეს მეზარბაზნები არ ჰყავს. ასეთი ჯგუფები საქართველოში დღესაც არიან. ამას ხედავთ ჩვენ ახლა ეს მთელი პერიპეტია წელიწად ნახევარი რაზე იყო და რატომ იყო საქართველოს ასეთ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ჯგუფები, რომლებმაც შეძლეს შარშან ივნისში რომ შეეფერხებინათ კანდიდატის სტატუსის მონიჭება, იმით რომ შექმნეს ყალბი აღქმები ქვეყანასთან დაკავშირებით და ხედავთ რომ დღესაც სვერპირი ჩამოსტირით, იმიტომ რომ ხედავენ რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება მოგვენიჭოს. ციხე ქართული სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში შიგნიდან ტყდება ხოლმე და როგორც ჩანს არიან ეს ჯგუფები მსურველები რომ ციხეს შიგნიდან ძალიან ბეჯითად გამოაცალონ სხვადასხვა საყრდენები იმისთვის რომ ჩამოაგრიონ ციხის კედელი, მაგრამ საქმეც იმაში არის რომ ამას ცდილობენ 11 წელია, ბოლო 11 წელია და თავის მიზანს ვერ აღწევენ. რაც შეეხება რუსეთს და გავლენებს, სწორედ ამაში რა არის ამაში? რა არის? რა არის ამაში გასაკვირი, რომ რუსეთი რეგიონზე გავლენის მოხდენას ცდილობს და ცდილობს რომ საკუთარი გავლენა ქონდეს. სწორედ ამიტომაც არის ოკუპაციის საფუძველი სხვა რამე კი არ არის. ეს არის ის რომ თავისი გავლენები ქონდეს რეგიონში და სწორედ ამიტომ არის ჩვენი მცდელობა რომ მოვიპოვოთ ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, რომ მოვიპოვოთ ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა. ეს არის მთელი არსი ქართული ოცნების პოლიტიკისა ბოლო 11 წელია, რომ საქართველოს მყარად დააკავშიროს ევროკავშირს იმ სივრცეს, რომელიც არის მშვიდობის და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცე. ოპოზიციაზე, აი, რატო გადაგაქვთ ისრები რუსეთიდან ოპოზიციაზე, როცა საუბარი არის რუსეთზე, როგორც მტერზე, ამ დროს ისრების გადადანა ოპოზიციაზე რამდენად სწორია, ხო, ოპოზიციისთვის თქვენ შეიძლება იყოთ ეს არ არის ადამიანები, ვინც ციხეს შიგნიდან ეხენ, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთის მკრობაზე არის საუბარი. ეს არის ისრების გადატანა, ეს არის ორი პოლუსის მქონე საკითხი, ერთხელ ეს არის რუსეთი, მეორეხელ ეს არის ქართული რადიკალური ოპოზიცია და შუაში არის ქართული ხალხი და საქართველოს. სამწუხაროდ, როგორც რუსეთის, ისე რადიკალური ოპოზიციის და სხვა ჯგუფების მხრიდან ქართული ხალხი და ქართული სახელმწიფო არის თავდასხმის ობიექტი. სხვადასხვა ინტენსივობით, სხვადასხვა შინაარსით, სხვადასხვა ფორმით, მაგრამ შედეგი არის ის, რომ მათ სურთ მიზანი არის ის, რომ მათ სურთ ქართული სახელმწიფოს და ქართული სახელმწიფოს დაზიანება და ქართული ხალხის ინტერესების წინააღმდეგ სვლა. ზურაბიშვილის განცხადებაზე გიხოს ნიშნავს. აი სტატუსი და მე ეს მოხსნა არჩევნების ჩატარება არის თუ არა შეასრულოს ეს დაკუპი და მეორე სანქციების ნაწილთან მიერთება და გაიზრდა რამდენიმე რაც შეეხება რეკომენდაციებს ოპოზიციას წარმოდგენა აქვს საერთოდ როგორ სრულდება
და როგორ უნდა შესრულდეს ესათვის რეკომენდაცია წელიწად ნახევრის განმავლობაში გვაჩვენეს ჩვენ მათ ეს როგორ წარმოუდგენიათ. ეს წარმოუდგენიათ დებოშით, რადიკალიზმით, საბოტაჟით, ბოიკოტით და ასე შემდეგ. და მადლობა ღმერთს, რომ მათს არ აქვთ ქვეყანაში ხელისუფლების სადავეები, ქართულმა ოცნებამ რომ იცის ზუსტად როგორ სრულდება ესეთი რეკომენდაციები, იმიტომაც გვაქვს ეს შედეგი. რაც შეეხება თავად საკითხს, კიდევ ერთხელ გამეორდები, ევროკავშირმა, ევროკომისიამ თავისი რეკომენდაციით თქვა, რომ 12 რეკომენდაციის საკითხი დახურულია. საქართველოს მიაღწია საკმარის პროგრესს იმისთვის, რომ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რომლისთვისაც იყო ეს 12 რეკომენდაცია მოცემული, ამიტომ 12 რეკომენდაცია, როგორც ასეთი, ეს თემა დაიხურა. ამასთან ერთად გაიხსნა ახალი კარი, რომელიც შემდეგ ეტაპისკენ, რომელსაც მივყავართ შემდეგ ეტაპისკენ, მოლაპარაკებების დაწყებისკენ და ამისთვის 9 მიმართულება არის დასახული ევროკავშირის მხრიდან, რომელშიც სხვადასხვა თემებია, მათ შორის ზოგი ძველი საკითხიც არის შეცვლილი ფორმულირებით, ან უფრო დაზუსტებული, ან უფრო, ასე ვთქვათ, წინწაწეული სახით მოცემული. ქართული ოცნება სწორედ ამას აპირებს, რომ ისევე როგორც ჩვენ წარმატებული ვიყავით ყველა ეტაპს, ეს მარტო ამ რეკომენდაციებს არ ეხება. ჩვენ ნაციონალური მოძრაობის მიერ ფაქტობრივად ჩავარდნილი ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკება ქართულმა ოცნებამ გამოაცოცხლა და ერთ წელიწადში მიიყვანა შედეგამდე 2014 წელს ხელი მოაწერა. ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია მოუტანეთ ქართულ ხალხს. ჩვენ მოუტანეთ კანდიდატის სტატუსი, ამიტომ რა თქმა უნდა, ამ წარმატებებზე არის დაფუძნებული ჩვენი საქმიანობა, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ამას აქვს ასევე განზომილება, სადაც ჩართული არიან უამრავი საჯარო მოხელე, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს შესრულებისთვის. ამიტომ ქართული ოცნება, როგორც აქამდე წარმატებული იყო და ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც მიაღწია ყველა აი ამ წარმატებას, სწორედ ასევე წარმატებით გადავალთ, რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე. რაც შეეხება თვითონ თემებს შინაარსში, რა თქმა უნდა, აქაც საჭირო არის, რომ გავერკვეთ ყველა საკითხზე და შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ, არის თემები, თუ საუბრობთ მაგალითად საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხს, დღეისთვის საქართველოს 48% არის თვალსები დასმაში სხვა შეწერა 53, მაგრამ ეს ცოტა მოძველებული ინფორმაცია, 48% არის დღესდღეობით მიერთების მაჩვენებელი საგარეო პოლიტიკურ განცხადებებზე, საზოგადოებას რო აუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე და ეს მნიშვნელოვანია საზოგადოებამ რომ იცოდეს. საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე ევროკავშირთან ერთად მის ინიციატივებთან ერთად 75%-იანი თავსებადობა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე. რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის სხვადასხვა განცხადებებს და რეზოლუციებს, აქ როგორც გითხარით, აქ როგორც წესი თავსებადობა თუ მიერთების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 55%. ჩვენ შარშან წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი იყო ჩამოსული 30%-მდე, 31%-მდე, რაც განპირობებული იყო ერთის მხრივ განცხადებების და ინსტრუმენტების ზრდასთან, უფრო მეტი განცხადება კეთდებოდა გასაგები მიზეზების გამო რუსეთის აგრესიიდან და სხვა საკითხებიდან გამომდინარე. საქართველოს რა თქმა უნდა ძალიან როგორც სხვა საკითხებში ვამბობთ, ფრთხილად უყურებდა ასეთ საკითხებს და ჩვენ ეტაპობრივად შევუერთდით ყველა ამ განცხადებას და დღეს უკვე 48% არის მიერთებს. პოტენციალი რომ ეს შესაბამისობა გასცდეს 55%-ს არის ნაკლები, ანუ დაახლოებით რაღაც მიერთები იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ აქ რჩება სეგმენტი იმ რეზოლუციების თუ განცხადებისა, რომელშიც შედის სანქციები, მაგალითად რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ სანქციებს რა თქმა უნდა არ უერთდებით, ეს არის ქართული ხალხის ნება და ეს არის ქართული ხალხის ინტერესი. ამიტომ ჩვენ მოქმედეთ ქართული ხალხის ინტერესით. თქვან პოლიტიკურმა ჯგუფებმა ვინ მოაწერს ხელს ორმხრივ სანქციებზე დაწესებას რუსეთს. თქვან განაცხადონ პირდაპირ ზადარიან თუ არა ხელი მოაწერონ ამ ასეთ სანქციებს, ვინაიდან დადასტურებულად ვიცით უკვე რომ რუსეთისთვის სანქციის დაწესება მაგალითად ჩარშან მოგვეხმარა დაგვეწესებინა სანქციები, ეს ნიშნავდა -10%-იან ვარდნას, ანუ 10%-იან ვარდნას ქართული ეკონომიკისთვის, შესაბამისად გაზრდილ ფასებს და ეკონომიკურ გაჭირვებას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ფაქტობრივად კოლაფს ეკონომიკურს, ეს იქნებოდა უფრო ძიმე ვიდრე პანდემია, -7% იყო მაშინ და 10%-იანი ვარდნა იქნებოდა, პანდემიაზე ძიმე ეკონომიკური კოლაფსი იქნებოდა და ეს იქნებოდა დიდი მაღალი რისკი სამხედრო დაპირისპირებისა რუსეთთან.
თუ კი ვინმე ქართული საქართველოს, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო და ხელისუფლება არ აპირებს ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ კატასტროფაში ჩავარდნისა და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში შეყვანისა. ამიტომ თავისთავად, ამიტომაც ვამბობთ, რომ ევროკავშირი ჩვენ არ გთხოვს სანქციების ნათელში ამ დაწესებას, ვინაიდან ამ შემთხვევაში მაშინ ევროკავშირს ჩვენთვის უნდა მოეცა სამხედრო უსაფრთხოების გარანტიები და ასევე ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც ჩვენ რა თქმა უნდა ვისურვებთ რომ გქონდეს, მაგრამ ყველა შევახსენებ, არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო, არც ერთი ორგანიზაცია, რომელიც დღეს საქართველოს აძლევს სამხედრო ან ეკონომიკურ უსაფრთხოების გარანტიებს. ამ მხრივ ჩვენ ვართ დიდწილად მარტო, ამიტომ რა თქმა უნდა ამ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ასეთ სანქციებს ჩვენ არ ვაწესებთ. აქედან არის რო აუხსნა. აქედან არის ეს ყველაფერი გამომდინარე. შესაბამისად ჩვენი თავსებათობა იქნება 50%-ის ფარგლებში. რაც შეეხება აწევას ამ თავსებადებს, ევროკავშირთან ინტეგრაციის კვალდაკვალ ესეც აიწევს, ვინაიდან ჩვენ რაც უფრო მეტ ეკონომიკურ უსაფრთხოების გარანტიას მივიღებთ, მით უფრო თამამი ვიქნებით ზოგადად საერთაშორისო პოლიტიკურ განცხადებებში და ასე შემდეგ. ამიტომ მეტისთვის, რაც უფრო მეტი უსაფრთხოების გარანტიას მოგცემენ საერთაშორისო პარტნიორები, მით უფრო მეტად გვექნება ჩვენ დაცულობის შეგრძნება და მით უფრო მეტი შესაძლებლობა სხვადასხვა ინსტრუმენტების პირობებთან დაკავშირებით მაინტერესებს, როდის აპირებთ უკვე აი ამ პირობებზე მუშაობის დაწყებას იმისათვის, რომ ქვეყანა გადავდეს მოლაპარაკების ეტაპზე, ვინაიდან თუ ეს პირობები არ შესრულდა, მოლაპარაკების ეტაპზე ვერ გადავალთ, რა ვადაში წარმოგიდგენიათ დაახლოებით აი ამ პირობების შესრულება, მაგალითად უკრაინისთვის და მოლდოვასთვის ეს იყო წელიწად ნახევარი, როდესაც სტატუსის მიღების შემდეგ უკვე მიიღეს, გადავიდნენ ახალ ეტაპზე და გახსნეს მოლაპარაკებები, აი თქვენ რა ვადაში წარმოგიდგენიათ? აქვე დავაზუსტებ, შეიძლება ვადები არ არის კონკრეტულ ამ 9 საკითხთან დაკავშირებული, უშუალოდ მათ მიერ განსაზღვრული, თუმცა ერთი შემთხვევა არის, როდესაც საარჩევნო რეფორმაზეა საუბარი, იქ საუბარია, რომ უნდა იყოს 2024 წლისთვის, ამიტომ მთლიანად ჯამში რო გითხრათ, დაახლოებით რა ვადა წარმოგიდგენიათ და საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას როდის დაიწყებთ და ამ მიმართულებით რის გაკეთებას აპირებთ, გავიგეთ, რომ ბარიერის დაწევას არ არის. რაც შეეხება ვადებს, ერთი მნიშვნელოვანია ხაზი გაისვას, რომ უკრაინა, მოლდოვა როგორც ამ რეკომენდაციიდან გამომდინარეც ჯერ არ დაიწყებენ მოლაპარაკებას, ეს გადაიწევს ზაფხულისთვის და ესეც უნდა ითქვას, რომ ზაფხულში თუ ამ ქვეყნებთან დაკავშირებით იქნება მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება, ეს არ ნიშნავს მოლაპარაკებების გახსნას. ესეც მნიშვნელოვანი საზოგადოებამ იცოდეს, ვინაიდან აქაც ვხედავთ, რომ ცდილობა არის შეცდომაში შეყვანის საზოგადოების თითქოს მოლაპარაკებების გახსნა ხდება. სინამდვილეში მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება შემდეგ ხდება ეგრეთ წოდებული სკრინინგი ქვეყნის, რომელსაც თვეები შეიძლება წლებით დაჭირდეს, როდესაც ხდება მთლიანი ინსტიტუციის სამართლებრივი გარემოს ანალიზი და შემდეგ ამაზე დასკვნის მომზადება, სად იმყოფება, რა ეტაპზე იმყოფება ინტეგრაციის ესა თუ ის ქვეყანა და ამის შემდეგ იწყება უკვე მოლაპარაკება. ამიტომ ესეც არ უნდა მოტყუდეს საზოგადოებაც, ცდილობა ახლა ზოგიერთი ჯგუფების მხრიდან თითქოს მოლაპარაკებები იწყება, თუ დაიწყება სკრინინგი დაიწყება უკრაინის და მოლდოვის და როდის იქნება მოლაპარაკებები, ეს ჯერ კიდევ უცნობია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ უპირველეს ყოვლისა არ ვართ შეჯიბრში უკრაინასთან და მოლდოვასთან, მიუხედავად იმისა, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნები ვართ და რა თქმა უნდა ჩვენ მნიშვნელოვანია რომ თანაბარი პროგრესი გქონდეს. საერთო ჯამში ჩვენ უნდა შევხედოთ, რომ ეს არ არის რაღაც მარათონი, სპრინტი, სხვა ქვეყნებთან შეჯიბრი, ასე ვთქვათ, უპირველესი ვისთან ჩვენ გვაქვს შეჯიბრი, ეს არის საკუთარი თავი, რომ ჩვენი ქვეყანა მოამზადოთ წევრობისთვის. ამიტომ აქ მნიშვნელოვანი არის ყველა რეფორმა, არა მხოლოდ ეს 9 საკითხი, არამედ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე საკითხები. რაც შეეხება ამ 9 საკითხს, ამასაც ისევე როგორც 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შესაბამისად მუშაობდა საქართველოს ხელისუფლება, ასე მივყვებით, თქვენ თავად აღნიშნეთ, რომ მაგალითად ერთი რეკომენდაცია არჩევნებთან დაკავშირებით თავის თავში მოიცავს უკვე გარკვეულ ვადას, თუ არის ესე ვთქვათ, საბოლოო ვადას 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბრის, როდესაც შედეგები იქნება, რომ ასე ვთქვათ, შეძლოს შეფასება ევროკავშირმა, ამიტომ რაღაც მინიმალური ვადები აქაც ჩანს ევროკავშირის მხრიდან როგორ არის დანახული. ჩვენი მსხვილი შევეცდებით, რაც შეიძლება მალე ვიმოქმედოთ საარჩევნო რეფორმა ახსენეთ, აქ პრინციპში ბევრი არც არაფერი
გასაკეთებელი არ არის, იცით რომ ძირითადი საკითხები მათ შორის ოპოზიციასთან შეთანხმებით იქნა მიღებული, არის ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ დახმას ველოდებით ვენეციის კომისიის CESCO-ს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით, სხვა საკითხები პროცედურული ყველაფერი გარკვეულია, არავის კითხვის ნიშანი არ აქვს, ელექტრონული თვრელებით ყველა კმაყოფილი არის, როგორც ვატყობ, რაიმე საჩივრები ამაზე არ ყოფილა, ამიტომ ამ მხრივ არ მგონია დიდი რაღაც საჭიროებები იყოს, მაგრამ ვიქნებით ძალიან ასე ვთქვათ ნახოთ ეს არის პროცესი თავარია კიდე ერთხელ თავარი არის რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი გარანტირებულად მივიღოთ 15 დეკემბერი არის მნიშვნელოვანი თარიღი უნდა მივიდეთ ამ თარიღამდე მივიღოთ სტატუსი შემდეგ ეტაპზე ვიმჯერებთ ხო, მოკლედ, საერთო ჯამში ეს არის, ოდესაც ადამიანი წავა საკუთარი ერის ინტერესების წინააღმდეგ და ეს გამოხატა ხალბატონმა სალომემ იმით, რომ დაარღვია კონსტიტუცია და არა მხოლოდ დაარღვია, არამედ ოდესაც ის მხილებული იქნა კონსტიტუციის დარღვევაში, მან თქვა, რომ მას არაფრად არ მიაჩნია. მისთვის ეს არის მაკულატურა, ქართული კონსტიტუცია არის მაკულატურა და გათელა ფეხით. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უკვე გასაკვირი არ არის, რომ მისი საქციელი და ქმედებები ქართული ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიდის. და გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რამდენად დამაზიანებელი არის მისი ასეთი სახის საჯარო ქმედებები, იქნება ეს მედიასთან თუ შეხვედრების დროს. ჩვენ გვახსოვს ის რომ იმყოფებოდა ლატვიაში, თავარი შედეგი რაც მანამ გამოიტანა ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ იყო მოწოდება რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ანუ ჩაგვეგდო ჩვენი ხალხი პრობლემებში, ეს შედეგი გამოიტანა და ნახეთ ახლა რომ ინტერვიუში თავარი შედეგი რაც გამოიტანა, რომ შეშფოთებული არის ჩინეთის ელჩი იქიდან გამომდინარე რომ ასეთი განცხადებები აბსოლუტურად მოწყვეტილი ყოველგვარ რეალობას და აცდენილი ქართული ხალხის ინტერესს. ხალბატონი სალომე უკვე პირდაპირ მოქმედებს ქართული ხალხის ინტერესების წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ გასაკვირი არ არის, მან უღალატა საკუთარ ამორჩევლებს, მან გათელა ფეხქვეშ ქართული კონსტიტუცია და კარგს აღარაფერს აღარ უნდა ველოდოთ ხალბატონი სალომე ზურაბიშვილს. ესეც აჩვენებს, რომ ხალბატონ სალომეს არ ესმის დემოკრატია როგორ ფუნქციონირებს. მე თქვი ადრეც, რომ მისი პათოსი ზოგადად კონსტიტუციის მიმართ ლუი მე-14-ის პათოსს მაგონებდა და ის აი ამ განცხადებებში ზუსტად რაღაც აბსოლუტიზმის შინაარსით ლაპარაკობს ხალბატონ სალომე. მას გონია, რომ ჩვენ არჩევნების შედეგი წინასწარ უნდა შევუკვეთოთ ქართულ ხალხს. უნდა უთხრათ, რომ აი ხალბატონ სალომეს ან მის ასე ვთქვათ, მფარველებს ახლა უკვე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მათთვის სასურველი შედეგი იქნებოდა აი ეს, რომ პარლამენტში იყოს 5 პარტია და ქართულ ხალხო ეხლა რამენად მოახერხე, შენი ხმები ისე გადაანაწილე, რომ ასე მოხდეს. აი ეს ხო არის უბრალოდ დამამცირებელი, არა მხოლოდ ცოტა ზემოდან, არამედ კარგად ზემოდან ყურება ქართული ხალხისადმი, რომ ქართული ხალხი თავად ვერ გადაწყვეტს, ვის მისცეს ხმა და რომ ჩამოყალიბდეს, ვინ არის მისი რჩეული, არამედ მას ჭირდება კარნახი ვიღაცების მხრიდან, რომ მოდი ეხლა ადექი და ასე გაანაწილე ხმები. შევახსენებ ხალბატონ სალომეს და სხვებსაც, რომელიც ამ თეორიებით ძალიან გატაცებული არის, რომ დაუკვეთოს ქართულ ხალხს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ერთი ამორჩეველი, ერთი ხმა, გულისხმობს სწორედ ამას, რომ ხმების გაყოფა კი არ ხდება. ერთი ამორჩეველი, ერთი ხმა არის და შემდეგ ამ შედეგებიდან გამომდინარე გვაქვს რეალობა, რომელიც შეიძლება ითხოვდეს, რომ იყოს კოალიცია და შეიძლება არ ითხოვდეს. აი ეს არის მოცემულობა. თუ არ ითხოვს რეალობას და ქართული ხალხი კონსოლიდირებულია თავის არჩევანში, ეს კიდევ უფრო კარგი არის. როდესაც დაგსახსული არ არის ქართული ხალხის არჩევანი. ამიტომ გაერკვნენ ჯერ რას ნიშნავს დემოკრატია და ნუ დაუკვეთავენ ქართულ ხალხს
არჩევნების შედეგებს, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. სურაბიშვილზე იგივე თემაზე მინდა დაწესება ირაკლი ყარიბაშვილთან დაკავშირებით გასაგებია სალომე სურაბიშვილის ძმა. რა შეიძლება იყოს ამ განცხადებაში დადებული და ხომ არ შეიძლება რომ აპირებდეს რთული დამნაშავე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა კი არ არის, რთული ის 9 წელი იყო ეს დამნაშავე პრეზიდენტი, რო იყო ხელისუფლებაში და ადამიანის ღირსების შემლახველი სისტემა ჩამოაყალიბა, ადამიანების ქონების წართვების სისტემა ჩამოაყალიბა და ყველა ის ასე ვთქვათ უბედურება დამართა ქართულ ხალხს, ის გამოც მას ეს მანდატი ჩამოერთვა და რომელიც დანაშაულების გამოც ის იხდის საჩხერს და რა თქმა უნდა ბოლომდე უნდა მოიხადოს ეს სასჯელი საპატიმრო. პრეზიდენტის ნაცვლად ირაკლი ყარიბაშვილს ეძღვნება ბოდიში რომ მოუხადა იგივე თემაზე მინდა რა ბოდიში რომ მოუხადა ჩინეთის ესეც რომ შეაფასო იგივე თემაზე მეც იგივე თემაზე პირდაპირ ეთერში უსმენდით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ჩვენ ვაგრძელებთ გამოშვებას. პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი